Galtent Tagarti წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იან ზრდას ელის, 2026 წლისთვის კი პროგნოზი 6%-ია. საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა და 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარს აჭარბებს. რაც Galtent Tagartis ახსნით განპირობებული იყო ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო შესყიდვებით და ოქროს ფასის ზრდით. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს და მოლოდინია, რომ ლარი 2026 წელსაც სტაბილური დარჩება. სოფლის მეურნეობის ვაჭრობის გაფართოება, სურსათის უსაფრთხოება, თანამედროვე საირიგაციო სისტემების დანერგვა, თანამედროვე ბაღების გაშენება. სწორედ ამ მიმართულებების განვითარებისთვის საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა განზრახულობათა დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს. დეკლარაციის მიხედვით ყურადღება გამახვილდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ჭკვიანი ფერმერული მეურნეობები და მათი მართვის სისტემები, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება. ამასთან შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ზამთრის საბურავებზე ამოქმედებული რეგულაცია უკვე ძალაშია და 1 მარტამდე გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მისი გამოყენება სავალდებულოა. მთავრობის დადგენილება კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს ზამთრის საბურავებთან და მოცურობის საწინააღმდეგო ჯაჭვებთან დაკავშირებით. მათ შორის განსაზღვრულია პროექტორის სიღრმე, ფიფქის მარკირება და საბურავის დამზადების ასაკი. მოთხოვნების დარღვევა იწვევს 100 ლარიან ჯარიმას და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას. პოლიციელს კი აქვს უფლება-მოსილება მძღოლს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა თუ საბურავი არ შეესაბამება წესებს. ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დედაქალაქში. FedEx საქართველოს ლოგისტიკური ცენტრი ოპერირებას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ცენტრის ასაშენებლად FedEx საქართველომ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 4 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის თანადაფინანსება. FedEx საქართველოს ინფორმაციით ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 3600 კვადრატულ მეტრს შეადგენს. კომპანიის ლოგისტიკური ცენტრი A კატეგორიის საწყობია და ის მომხმარებელს ამანათების საიმედო შენახვის შესაძლებლობას აძლევს. სინომი რითეილი, რომელიც ქართულ ბაზარზე 19 საერთაშორისო ბრენდითა და 80-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი, მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას 2027-28 წლებში გეგმავს. გეგმა მოიცავს როგორც არსებული ობიექტების განახლებას, ასევე ახალი საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბრენდების შემოყვანა მეტწილად სავაჭრო ცენტრების გაფართოებაზეა დამოკიდებული. ახალი მოლების გახსნა კი თბილისში სწორედ ამ პერიოდში იგეგმება. სინომი რითეილში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ბაზარზე კვლავ კადრების დეფიციტია, თუმცა იმედოვნებენ, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება.